იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. არ ვიცი რა, როგორ ახართ პირველ რიგში მაინტერესებს, იმიტომ რომ ესეთი რთული ოპერაცია თქვენაც ჩაგიტარეთ, ამდენი წელია ექიმი ვარ და გიფიცებით არ ჩამიტარები. ჯერ მარტო ამ ფეხზე ჩავატარე 6 ოპერაცია. ხო უკეთხართ ეხა. ფაქტიურად სიკვდილს ხართ გადარჩენილი რა, მართლა ოღონდ არ ვაჭარბებ. აი მე არა ექიმო ძალიან მტკივა, ყველაფერი მტკივა ძალიან. არა უშავს, მოკლედ ეხა შემოვლაზე მივდივარ, გამაყუჩებელი გაკეთებული გაქვთ, თუ რამე დაგჭირეთ აი ამ ღილაკს. დააწეხეთ და შემოყვ. გაიხარეთ ექიმო. ვაიმე, შენ თავს ვიცავარ, როგორც კი დამირეკე, ეგრევე ავდექი, ყავა გავიკეთე, ავოკადოს ტოსტი გავიკეთე. მერე ფოტო გადაუღე, რაც მაგრები ვარ, სასწორები ვარ ჯგუფში, დავდე და ეგრევე შენთან გამოვიქეცი. ვაშვები როგორ ხარ? ხო, დაიკო ფაქტიურად ეგრევე გამოგცეულ ხარ სახლიდან. მომიყევი რა. აი მე აბა როგორ ვიქნები, შემომხედე რა დღეში ვარ, ამდენი რაღაც მომწყდა, მოტეხილობები თუ ასავსე. აი მე ყველაფერი მტკივა. აი მე კაი რა. აი მე ისე დღეში ვარ. გოგოებო, მოკლედ ველაპარაკეთ ჩემ ქმარს და არა, ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ აუცილებლად დავრეკავ და სანტა იქნება, მოკლედ ვასიკო რა, არ ინერვიულოთ მაგაზე, ხო და რაც შეეხება იმას, რა ქვია, დამრიგებლის საჩუქრის ფულს, რა ვქნათ, იცი? დათოლი კლიკაძესთან მეგობრობ ძალიან მაგრად რა და რაღაცა კაბადოკიის ტური შეიძლება რაღაც იაფას გაგვიჩნდეს. ხო და ძალიან ჩემია, ხო ხვდები და ანუ იქ სხვანაირი ფასები იქნება. ოკეი, კაი კოცნით. ვას მომისმინე ერთი წუთით, მოკლედ 31-ში ჩემი ბიძაშვილის შვილის ბავშვის ზეიმია, ხო და შენ უნდა იყოს სანტა და არაფერი არ ჩაინიშნო, ოკეი? კაი, კაი კოცნი. აუ ცია. როგორ ხარ? აუ ძალიან ვინერვიულე და გამოვიქეცი უცე. აი მე ეგრევე. აი მე ძალიან ცუდად ვარ გოგო, ესა დამემართა, მეტყველების უნარიც წართმეული მაქვს. ეხლა მოგიყვეთ როგორ ავარიაში მოვიდე. მიდი. გოგო, სახლიდან როგორც კი გამოვედი, იქ ჩემთან მყავდა გაჩერებული მანქანა. ჩავჯექი ამ მანქანაში. გოგო, ნახე შანსი არ არის, ახლა მაგარიტ ეხავს, იმიტომ რომ გულიკო მასწავლებლებს საჩუქარი რო უყიდეთ, მაგაზე ნატეხს ნანა მასწავლებლებს ვერ შევკადრეთ. ხვდებით? ხო და რაღაცნაირად ხო, მე გოგო, ჩავჯექი ამ მანქანაში. გას მივაჭირე ფეხი გოგოებო. ქეთო ლობიო არის მაცივარში და გამოიღე. აუ თათია რა გჭირს ვერ გავიგე გოგო გვიყვება როგორ მოყვა ავარიაში მაგის დროა ეხა არა ცი რას ყვებოდი გოგო ხო და მოკლედ პელმენიცა ესე დავიძარი რა ფეხი როგორც კი მივაჭირე გას სანამ დაამთავრებ სელფი გადავიღოთ რა აუ მიდი რა ხო იმიტომ რომ არ გადავიღე თამნად სუდად გოგო ვაიმე ბოდიში კაი კივა შვიცო თახევარი არ დამიდევს ფოტო ეხა ინსტაგრამზე და ძალიან სუდად არ მინდა გთხოვთ ის რა მე რომ ფილტრი წამწამები მოხდენ არ მინდა რა გაიღიმე შენ კიდე რა გჭირს კაცო გოგო მტკივა გაიღიმე აი მე რა დროს ეს არის კაია ხო კაი ცია რას გავს მა კაი ჩვენ ხო კარგად ვარ ხო მიდი მომიშნე რა აბა რას ვის კოლაბორაცია გამიკეთე კოლაბორაციას გაგიკეთე ხო რას ყვებოდი კაი როგორ შეიძლება მე გოგო რა დროს ფოტოებია და რა დროს ხუმრობებია და რაღაცა და ჩათებში გაგზავნის რო ამ ფოტოების ცუდად ვარ მეთქი საშინელი მოტეხილობები მაქვს ვერ ხედავთ ფეხი მომწყდა ხელი მომწყდა ტვინის შერყევა დამიდგინდა აი მე კატეც უნდა გადამიღო და რა ვიცი მე რა იქნება ძალიან ვერულობ მართლა ვაიმენინუც გითხრა აუ რაიმე მაგარი დრო ვატარეთ იბენზე შენ თავს ფიცავარ აი ყველაფერი ცალფეხზე მკიდია სანი მაგარი ყო მე დავლიეთ გოგოება ვარ მე სახში არც მივსვლა სადღაც წამიყვანა ნინი კაი არ მიაქციო ყურადღება რა ხო იცი რა ძალიან მენერვიულება შენზე და ხო და რა ანუ რა არისო გამოსავალიო ანუ რა დიაგნოზი მდგომარეობიდან როდის გამოვა არ ვიცი გოგოებო ისეთი მოტეხილობები გაქვსო რომ შეიძლება ეს ფეხი საერთოდ ვერც გადამირჩეს და კაი რას ლაპარაკო კაი რა მაგრამ ეგ შეიძლება კაი იყოს იცი ხო იმიტომ რომ შენ ხო ჯიჯგვი ფეხი გაქვს უკანი
ხო და მეორეზე გადანაწილდება რა და ორივე ხელი გექნება. აუ ძალიან კაი იდეა რა გოგო. ხო, აბა. ან მეორე ვერსია მაქვს, იმაში ვარ. რა ქვია, ჩინური პროტეზები, საუკეთესო პროტეზები ჩინეთიდან. მან დაგამატე, ფეხის პროტეზები აქვს, აი სუპერი ცია რა, მოკვდები ისე მოგეწონება. აიღე ტელეფონი, გამატე ფეხა და დაეთანხმე. არ მინდა გოგო რა დაეთანხმე. მოგიყვეთ გელაპარაკოს რა და მე მათა პრობლემაზე ვისაუბრებ. კი, დათუ, ერთი წუთი მომისმინე, ნახე, ანუ ეხა ერთი რეკლამა 1000 ლარი არ მოსულა რა. თან ეხა სამივე პლატფორმაზე თუ უნდათ რომ ავტვირთოთ არა და 3000 უთხარი და სტორებსაც დაგიმატებთ ხო? კაი. გოგო რა პლატფორმა შემომხედე გთხოვ. ქეთო, პილმენი მაცივარშია თქო, არ გითხარი კაცო? აი მე თეთო გთხოვ რა გოგო ლამის მოუკვდი ადამიანო. ლამის? აუ, შორე ისა რა ქვია, გახსოვს რომ გითხარი ჩემი და ქალი ცუდად არის თქო და ის ბარტერის კუბო თქო, ანუ აღარ მჭირდება და გააუქმე რა, ანუ გადარჩა და მოტეხილობაა მხოლოდ მეტი არაფერი. კაი, კოცნი გამიუქმე. ხო, მიდი. გოგო გავაუქმები მის არა, კაი ქენი, მარა. არაფერი აღარ მინდა. რა არ გინდა? არაფერი აღარ მინდა და პირველ რიგში თქვენდაინი დაკალები აღარ მჭირდება არაფერში. რა უმოდო? საერთოდ არაფერში, რაც მინდიხარ და მოხვედით და ჩემთვის არც კი გიკითხავს როგორ ვარ, რამე მткиვა, რამე მასუგავს. თქვენთან ლაპარაკს მიჩემნია ვიღაცა უცხო მოვიდეს და იმას გადაუშალა გული. ვაიმე ცია. ვაიმე. ძალიან დეპრესიული ხარ. ჯან. ვაიმე თამლა მოკეტე ხათონე დაგახჭობიცოდე. აიღე ეს ტელეფონი მარტოსოლების ჯგუფში ვარ და გამატებ უკვე მიდი. გოგო არ მინდა ეს ჩათები და არ გეცმით ადამიანი უბრალოდ მოსმენა მჭირდება, მოსმენა და თანაგრძნობა. რა თანაგრძნობა? შენ აგრესიულიც ხარ მე მგონი. იმ ჯგუფშიც ვარ, აგრესიული მარტოხელების ჯგუფში. მანდ დაგამატებ, შედი? ვაიმე ამ მჭირდება არაფერი ამ უარს ვეუბნება ამობ ყველაფერზე. აჰა. უარი, არც ერთი ჩათი მე ამ მჭირდება. მე თქვენდაინი არა დაიწყო. რა უმადური ხარ? 49. ვაიმე, თათია. ვაიმე, ბოდიში რა. თათია, 2 წამი ხო შეგიძლია ადამიანო. არა, ბოდიში რა, სკოლაში ჩარჩენილების ჯგუფში ვარ და გოგოებმა იკითხა 7-7 რამდენიაო და მაგაზე გავეცი პასუხი, всё ეგ არის რა. თათია, შეგიძლია 2 წამი ამოყო თავი მაგ დამპალი ტელეფონიდან და შემომხედო ადამიანო. კაი, всё. შემომხედე რა დღეში ვარ, გოგო. ვაიმე, ცია. რა ჭირს გოგო ამას? გოგა, ისევ გოგა მიძალა და გცემა? დაგლეცა გოგო? აუ, ეხლავე ისა პატრულში დავრეკავ. გოგო რა პატრულში? მაგბიცო ვაჩვენებ როგორი. არ მინდა გოგო რა გოგა, რა ავარიაში მოვყევი მეთქი ადამიანი. საავადმყოფოში ვარ, გოგო. რა? ვაიმე, თამუნა. ცია მოყოლია ავარიაში და უნდა ვნახოთ უეჭველი უნდა მივიდეთ რა. ანუ შაბათი კვირა მცალია უშაბათს რომ მივიდეთ. ანუ გამტრეულიაო გოგო და წეებს საავადმყოფოშიო უეჭველიო. ძალიან თუდად ვარ. თათია, აქ ვარ. გადავიხადე გადასახადი. აქ ვარ, ციასთან ვარ. ციასთან? ვაიმე, ცია. რა გჭირს გოგო? აუ, დამტრეული ხარ? ვაიმე, ერთი წამი გაჩერდი. შენ ზოდიაქოთი რა ხარ? თამუნდა რა მნიშვნელობა აქვს მერწყული ვარ. ვაიმე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე ვარ შენ თავს ფიცა ვარ, ფეხმოტეხილი მერწყულების ჯგუფში. უეჭველი დიაგნოზ დაგისვამენ, მიდი გამატებ. დაეთანხმე. ვიცი უკვე თამუნა ექიმა შემამოწმე, ექიმა დამისვა უკვე. აუ, ექიმებმა არაფერი არ იციან, ცია რა. და ფეხმოტეხილმა იმათვა იცი მერწყულების ჯგუფში. უეჭველ დიაგნოზს ვამენ. მიდი დაემატე. რა გეხვეწებით რა. ხო, მიდი. აი მე ღმერთო, როგორ მინდა რომ ჩემს სახში ვიყო, ჩემს თბილკერაში. როგორ მინდა რომ ჩემს საწოლში ვიწვე გოგოებო, იცი? ძალიან მინდა. მინდა რომ არანაირი მოტეხილობა მე არ მქონდეს, ვაიმე რამდენი პრობლემა მაქვს. აუ, შეიძლება ეხა უდრო-დროს გეუბნები ცია, მაგრამ ფეხის პროტეზები ჩინეთიდან ჯგუფში დაგამატე, მისასალმებელი პოსტი დავდე, სადაც დაგთაგე და მიდი დააკომენტარე რა, რომ აქტიურობა წამოიღოს უფრო. მიდი, შედი. კაცის მანქანა ბოლომდე. მარია, შენ რო კატებს პარსავდი, ხო იცი? აი, ისა რა ქვია, შენი ბიძაშვილის ხო რაღაცა იტალიური პროტეზები ჩამოქონდა და მაგის ნომერი მინდა რა. თუ შეიძლება რომ მომწერო. ვაიმე რა გავქნა ახლა, ესე იგი იმ კაცის მანქანა საერთოდ დამტრეულია, ახალი მანქანა უნდა ვუყიდო, ჩემი ჯარჩია ჩაბარე, ვაიმე რა გავქნა. აი, არ არის ეგ პრობლემა, მაგაზე არ ინერვიულო. ელიავას ჟესტიანჩიკების ჯგუფში ვარ. ცია.
გაგიმართლა რომ ჩემნაირი დაქალი ყავს. მოიცა რა ქვია ამას? ის არა ქვია, ტაბახმელელი გია არის მთავარი ადმინი. ისეთი ხედვა აქვს, ისეთ პოსტებს დებს, რომ გაგიჟდები. დაემატე მანდაც, არ არის ჯართი პრობლემა. ბასო, შენ რო Toyota Aqua დაამტვრიე, ხო იცი? აი ევაკუატორის ნომერი მინდა ის ჯართში რო ჩააბარე რა ის მანქანა და გამიგე რა და ჩამიგდე. ვაიმე, ხა ერთმანეთს რომ უმატებ რაღაცეებს გოგოებო ფინანსურად ისე ვიჭრები, რომ მე მგონი ბინაც უნდა გავყიდო, ვაიმე, კაი რა. ნუ დეშილია, შენ მაღაზე არი ნერვიულო, უსახლკაროების ჯგუფშიც ვარ, ცია გამატებ. ისა დათუნა გეხვეწები რა ორხევის დასახლებაში პადონების საწყობის ნომერი ხო არ იცი შენ გეწოდინება ეგ ამბავი WhatsApp-ში რო გამომიგზავნო რა გინდა პადონები გოგო პადონები ანუ სახლისთვის რა სახლის როაუშენ ხო არა მაგას ხო უნდა მე ვარ მალაიზიელების ჯგუფში როგორ ავაშენოთ ტალახით სახლი ხო და ტალახით არა ისა ტალახი მაინც იცი როგორია წვიმა რო წამოვიდე შეიძლება დაინჭა არა ეს არის მალაიზიური პადონების საწყობი სახლი ექნება გოგოს რა გადახურული ხო მაგრამ მაინც პადონი უფრო მყარია პადონი მაინც დახალი ჭირდება გვერდში მოდი დავრეკავ რა მაინც მათო გუწფელად ვიც დამიდგება გვერდში მოდი ჩაჯიპიც კითხე. არ მინდა გოგო, მალაიზურია სულთანი. ედა ჩაიგმინდა დალივენ. როგორ გამოგიჟე და გამოცობეთ ახლა? გაეთრიე და კიდე ასეთი აღამჭიდებით. ახალ თქვენაი დაკალები აღამჭიდება. რატო მიდიხართ ეს? ვაიმე, ერთი წუთი, რა ხდება? ვაიმე, ცუდად არის? ცუდად ვარ ეკიმა მისე. ვაიმე, რა ხდება? ვაიმე, გამაყუჩებელი, კიდათ რა ხდება? რა ეკიმა ეს ორი გააძევი აქედან სასტაბო ძალიან ცუდად ხარ. ასკივ გამაყუჩებელი და დავდავდა. სამშვიდი თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება და ხოდიში რა ნახვის საათები და ეკიმო ეს უნდა გადაიყვანოთ ფსიქიატრიულში ეგრევე აქედან არ და მართლა როგორ ნერვიულობდით მირიან გეხვეწები რა ბიორევიტალიზაცია გადაგვედა და მე და თამუნა ტონირებაზე ჩაგვწერო რა შაბათ 2 საათზე მოვალთ რა და კალი მჭიდებოდა გვერდში კარგი გვერდში დგომა მჭიდებოდა ეკიმო მოგდანდით გამარჯობა სწორად ვართ სამშენებლო კომპანიაში? დიახ, თქვენ სწორად მოგდანდით სამშენებლო კომპანია ბაბილონში ვაშენებთ ღმერთის წყალობით. თქვენ სამსახურში ვართ. აბა დავდანდით, დაგნებავთ მითხარით. აი ჩვენს ანკეტებსაც გაეცანით, ოლთავე. შენიერი? აბა გვითხარით, რაშია საქმე? ბინის შეძენით ვართ დაინტერესებული. ხო და რომ გიჩიოთ, ანუ პირობები გვაინტერესებს. ძალიან კარგი, თქვენ სწორ ადგილას ხართ მობრძანებული, ასე რომ მოდი რა უბანში გნებავთ, ავაჩიოთ თქვენთვის სასურველი უბანი. ანუ რამე სხვა პროექტები გაქვთ კიდევ სხვა უბანში თუ? იცით რა არის, ესე ჯერ მიწა, სად არ გვაქვს ნაყიდი და ანუ ნებისმიერ უბანში შეგვიძლია რომ ავაშენოთ ამის პერსპექტივები არსებობს. მიწა არ გაქვთ ჯერ ნაყიდი რას ნიშნავს? რას ქვია? ანუ იცით რა არის, ჯერ მოთხოვნები უნდა იყოს ბევრი და სადაც მეტი მოთხოვნა იქნება, იმ უბანში ავაშენებ და თქვენ სადგნებავთ კონკრეტულად რომ მითხრათ ჩავინიშნავ მე აი აქ. მაგალითად დიდ დიღომში. იყოს დიდი დიღომი, აბა მოვძებნოთ. რა ვიცი, მე ვაკეც მინდა. იყოს ვაკე, არ არის პრობლემა. ხო. და იქნებ მარსზე მინდა რომ აშენდეს. ვაიმე, იცით რა არის? დღეს მარსზე არის სამუშაოს საათები დასრულებული და ივერნი. და ხვალ? ხვალ იყოს მარსზე, არ არის პრობლემა, ჩავინიშნავ. ესე ხო ნამდვილად აშენებთ ბინებს? აი, შვილებს გეფიცები ეხლა და ამ ხელა კომპანია და მე ხა ყულზე ხო არ დავიფიცებ არა? გამოგიჟებენ. შეგიძლიათ რომ გვენდოთ რა. კარგი და მაინტერესებს ეს მშენებლობა როდის დასრულდება? იცით რა არის? დაწყება გვიჭირს, თორე ძალიან მალე დასრულდება თუ დავიწყებთ, ეგ არის პრობლემა. და ნაგრძოთ. რომელი პროექტი გაქვთ დაწყებული? იცით რა არის? ჯერ არ გვაქვს დაწყებული არანაირი პროექტი, მაგრამ რაღაცა იქნება ღმერთის წყალობით. და რას ელოდებით?
ღმერთის წყალობას. კაი. იცით რა არის? ანუ მაშინ ვინები რა კონდიციაში ბარდება? ლუხი კარკასი. ლუხი კარკასი? დიახ. შავი კარკასი? და. შავი ნიშნავს, რომ კედლები ამოყვანილია და ლუხი კარკასი არის ბლოკები, ცემენტი, მოსაზერი აპარატურა გვხდება და თქვენ თვითონ აშენებთ კედლებს. სულ სიცარიედია ლუხი კარკასი. მოიცა ერთ წუთი, ეგ როგორ? დიახ. როგორ დაიცით რა, აი თქვენ გემოზე ამოიყვანთ კედლებს, აი სველი წერტილისა, ნახეთ რა მომხიბლელად ჟღერს, სველი წერტილისადაც გინდათ, აი ალკა თუ გინდათ გააკეთოთ, ამას ყველაფერს თქვენზეა მozgებული კომფორტულად. და ხარისხიანი მასალით მაინც თუ აშენებთ? იცი რა არის, თუ ავაშენეთ დიახ. ხარისხიანად ავაშენებთ, აი აშენების პროცესში ჩვენ თუ ვიგრძენით, რომ ხარისხი არ მოგწონს, იმის აშენებას აზრი აღარ ექნება და დავანგრებთ. ასე დავანგრიეთ ერთი შენობადაც დავიწყეთ, მართალია ყველა ბინა გაყიდული იყო, მაგრამ უბინაოდ დარჩა ხალხი, მაგრამ მე ჩემ ნამოსთან ძალიან სუფთა ვარ. ასეთი სუფთა ჩვენი კომპანიის ნამოსი. ძალიან კარგი და ისე არასდროს გამიგია ეს რუხი კარკასი და მართალია თქვენ ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ჩვენ დავნერგეთ, ჩვენ დავაფუძნეთ თვითონ ეს რუხი კარკასი. კიდე რა გაინტერესებთ? ინოვატორები არიან. რა თქმა უნდა. აი სხვა პროექტები ჯერ არ გაქვთ, ხო? იცით რა არის, გაყიდვებს ველოდებით და დავიწყებთ. დაახლოებით აი როდის დაიწყება ეს მშენებლობა თვითონ? იცით რა არის, ჩვენს გუნდს გაუჩნდა უბრალოდ იდეის დონეზე, რომ აი ხოვალ გავაკეთოთ სამშენებლო კომპანიაო და გავაკეთეთ და დანარჩენი როგორც მოგახსენეთ ზემოთ ღმერთის წყალობით ყველაფერი იქნება კარგად. კარგი და თვითონ ეს მშენებლობა როდის დაიწყება? როგორც გითხარით, ჯერ ველოდებით და როგორც კი შეგროვდება საკმარისი რაოდენობა, ჩვენ უკვე დავიწყებთ მშენებლობას. და თუ არ შეგროვდა? შეგროვდება. ისე მე ძალიან მიყვარს აი სამშენებლო კომპანიების სლოგანები, რაღაცა ლოგოები. და თქვენი სლოგანი რა არის? ჩვენი სლოგანია ერთი კაცის და ვაშენებთ. აი თუ უბანზე მოგროვდა თვითონ უბანში 20 კაცი, უკვე ჩვენ დავიწყებთ აღმშენებლობას და კორპუსების ჩადგმას. აუ, კი. აუ თქვენ აფერისტები ხო არ ხართ? და შენ თავს ფიცავა რა ვარ აფერისტი, აი მართლა. არა ხო, უბრალოდ საკაი პირობები გაქვთ და მაგიტომ მაინტერესებდა. იმდენი აფერისტია, უკვე ჩვენს დაბნეულები. კი, მესმის ხო. რომელიმე ბანკთან თუ თანამშრომლობთ? კი, ბანკებთან როგორ აი ეხლა მირეკავს ზუსტად ბანკი. ალო? დიახ, გისმენთ. და ნაიდა კაკაბაზე საიდან უნდა ვიცოდე მე? კარგით ნახვამდის. ერთი წუთი ნაირა კაკაბაძე ხო თქვენ ხართ ან რო შემოვედით კარზე ეწერა და ემამებით ხო? იცით რა არის, მე გითხარით რომ თანამშრომლობთ ხო და მე ხომ არ მithქვამს რომ კარგად თანამშრომლობთ მეთქი. ხან ისეა, ხან ასეა, გააჩნია ცხოვრება ესეთია, გენაცვალე. აუ, ძალიან ნერვიულობ ისე და ხო არ გადაგვაგდე? არა, აი ეხა მომისმინეთ რა ხდება. ჩვენ კვადრატულს ისე იაფად ვყიდით რომ სულ რომ გადაგაგდოთ, ხო? ის თანხა არც კი დაგენანებათ, აი მაგაზე არის დაარდებთ საერთოდ. და კვადრატული რაღი? $1200. ой, მე ერთი წუთი იაფიაო და რანაირად არის იაფი $1200? მაშინ თუ ცემენტი და ბლოკი თქვენი იქნება, ამ შემთხვევაში ფას დააკლდება და $1000-ად შემიძლია შემოგთავაზოთ კვადრატული. ანუ რამე ბანერი ხო არ გაქვთ რომ გვანახოთ, ან როგორი პროექტია? არა. ბანერი არ გვაქვს, მაგრამ მე შემიძლია ზუსტად დაგიხატოთ როგორი იქნება თქვენი ბინა. აი მობძანდით, აი აქედან როგორც კი შემოხვალთ, ეს იქნება მთავარი, ხო? აი აქ კიბეებით, აქ შეიძლება ლიფტმა არ იმუშაოს. აქედან კიბეებით თუ ამოხვალთ, მე7-ზე, ხო მე7-ზე გნებავთ? იყოს. კი ბატონო, აი აქ იქნება მისაღები, სველი წერტილი, აი აქ შეგიძლიათ ქოთნით ყვავილით დაგახვეწოთ.
ათონ გხოდეთ ყოველ? ასეთი კომფორტი გვაქვს. აუ ვიცი რა, კი ვნერვიულობ და რაღაცა ცოტა მესმის. კითხვის ნიშნები გვაქვს ყველაფერზე. მაგრამ მოდი გენდობით რა და კარგი. მივიყიდით გავაფორმებთ. აი უყურეთ, ვიყიდოთ, აი აქ მომიწერეთ ხელი თქვენ და ქალბატონმა აი აქ მომიწერეთ ხელი. მომიწერეთ თუ შეიძლება. შენ აქეთ ბერცი. აი თქვენ ეს რასაკეთებ? კვადრატული არის 1000 ლარად და ეხლა მოვა მას შუტკა. ჩვენს ხდებით და წაბძანდებით და მუშაობას დაიწყებთ. ეს რა არის კაცო, რაცა მე უნდა ავაშენო სახლი? ვაიმე $1000-ად თქვენ გიდათ გენაცვალე კვადრატული და მე აგიშენოთ აბა? ჩადით ეხლა მანქან და გელოდებათ. მაგრამ ესე გადაიცვით და გავედით რა. თემუ დაძარი. წამობძანდით. რაღაცა წამობძანდით. ანუ ხელი აბა რაზე მოწერე? არ ვიცი, რაზე მოვაწერე? მე რა ვიცი, რაზე ანუ იღე ისე უკაცრავად ეს თემუ გენადი გენადი შედი გენადი რა ვახარ თუ ვიცი გენო გენო წამოხდი ჩემი ბიჭი გაიღვიძე რა აიყო ბიჭო რა ჩემი ბოდიში ვიწეხი და აი გენადი ჩვენ დაძმა ვართ ხო იცი არ არის პრობლემა გენადი ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვართ მოსული რა არის ხალხო ამ დილაღუთენია რომ შევამივარდი მე ძინად კბილად ადამიანები არ გენო ჩემი ხო გჯერა ჩემი ხო გჯერა კარგად მოусმინე რა აი ხა მე მომისმინე გენო მოკლედ აი აქ მაქვს ახლა მთელი სამეზობლოს ხელმოწერები შეგროვებული. ყველა მოაწერა. ერთადერთი შენ გვაკლი ხარ გენადი. რა ხდება რა? რა ხდება და აი ეს იტალიური ეზო უნდა დაინგრეს. აი აქ უნდა წამოიჭიმოს ერთი ახალი გადასარევი კორპუსი. შენც გეშველება და მთელ სამეზობლოსაც ეშველება ისეთ ბინებს დაგვირიგებენ გენადი. კი ბატონო. რას მეუნები? ხა რომ მე დავთმო ჩემი ესე 4 კვადრატი მიწა გამორიცხულია. რა დასათმო? მეორე აღარ მითხრა. რა დასათმობი ეს არის? ახლა მაცივარი მიდგა რა არსებობს? მაგაზე ნუ 4 კვადრატი. გადი გარეთ, ნუ მოხვალ მაგაზე. მუქაზი ყვირილი არ უნდა მაცადე. გენო. არ გადმოbrunდები. გენო, მოიცა მეც გენადი, მოგიწევი ახლა. გენო. არა, გადი. გენო. არ გენო. არსებობს ეხა, გადი გამარებეთ. გენო, კარგი ეხლა ჩვენ უცხოები ხო არ ვართ მართლა რა, მარტო შენ თავზე ხო არ უნდა იფიქრო. იფიქრე მთელ სამეზობლოზეც, გენო. შეხედე რა სახლში ცხოვრობ, აი რა არის ეს 4 კვადრატი. რას მეუნები? რას ბოდია რომ ეხლა რომ მე დავთმო ახლა ეს ჩემი სიმწრით რა ვიცი მთელი ჩემი წინაპრები მახსენდება რას ამბობ ამ სახში დაიბადა ბაბუა ჩემის მამა და ყველა და მეც ამ სახში დავიბადა ამ სახში მოვკვდა ბიჭო ვიწროა დამალებ თავი აღარ დამირეკე სამჯერ დიდი ფართობის ბინებს მოგცემენ გენადი ინვესტორი მყავს მოყვანილი ერთი წამი გეხვეწებ არ მაინტერესებს გადი არ შემოვიდეს იცოდე გენადი ეხა ინვესტორთან ნორმალურად მოიქეცი იცოდე რა შვება მოდი კაცო გენო გაიცანთ ეს ინვესტორი გენო გეხვეწები ახლა ადექრას კომპანია Building Towers-ის მენეჯერი გელა ხრამიაშვილი მოკლედ ბატონო გენადი ჩვენ კი გეტყოდნენ მეზობლები მაგაზე ძალიან მეორე დართქვათ ეგ ეს სახე არ იყიდება გენადი არ იყიდება შენის ნახე შენი საკუთარი დიდი სახლი გექნება ლამაზი ხედებით აქედან ჩანს ტრასა ისიც მიწის ქვეშიდან ზემოთ ბიჭო ტალახში ცხოვრობ და სამაგიეროდ ჩემია ეს ტრასა მინდა გავხედავ მინდა არ გავხედავ ჩემია ეს ელი მომიწერე თოღონდი თქვენ და ფუნება ცოლობას ხობ თუ ცოლად მოგიყვანო თუ რა გიდა არამეთი გითხრა გენო არამეთი გითხრა მე მირჩევნია ეს ჩემი 4 კვადრატი მირჩევნია სხვის 100 კვადრატს არ მინდა ხალხო რა ვერ გაიგეთ რთულად დაბარაკო ბე არ მინდა 76 კვადრატს მოგცემთ მეტი რა გითხრა ამ 4 კვადრატის მაგივრად 76 კვადრატი ანუ რას მეუბნებ რომ ამას დაანგრევ და 76 კვადრატს მოვწე შენ რა გირო 76 კვადრატში იმას ხმები არა გენაცვალე გენადი 76 კვადრატი იქნება გარემონტებული ევრო რემონტი წვანე კარკასი წვანე კი არა ყველაფერი კარკასი იქნება იდეალურად გარემონტებული იდეალურად მაინც არ დავთმო გენადი გამარიცხულია რაღაცა შენი იქნება მთელ სამეზობლოში ყველაზე განსაკუთრებული იქნება შენი ბინა კი ბატონო დაანგრე მთელი სამეზობლო და ეს დამიტომეთ მე არ მინდა ბატონო
კორპუსის ქვემოთ 200 კვადრატი კომერციული ფართი. გენო მეტი გაქნას. 200 კვადრატი ფართი ბიჭო. 200 კვადრატი ფართი? მიდი გენო. ჰე. რაღაცა ბარემ. არა. არ არსებობს. მე ამას ვერ დავთმო. საპარკინგი გექნება თქვენი. საპარკინგი არ მინდა ბატონო, მანქანა არ მყავს ამჯერად. გიყიდით მანქანას ბატონო. გიყიდით. მანქანასაც მიყიდი? აფარ რას ვიზავთ? გიყიდით. ახლა მანქანას, კარგ მანქანას მიყიდი? საშუალოს გიყიდით. საშუალო მანქანას მიყიდი. გიყიდით. ესე იგი რა გამოდის? ესე იგი რამდენი კვადრატი მითხარით? 76 76 კვადრატი მითხარით? გექნება 200 კვადრატი კომერციული ფართი გექნება. პარკინგი მექნება, მანქანა მექნება, ხო ესე იგი? კი ბატონო. უმუშევარი ვარ. რაღაცა მოიფიქრე. ის არის ქვემოთ ერთ-ერთ კომერციულ ფარჩი მაღაზიის გახსნას აპირებენ და მაგის მენეჯერად შემიძლია დაგაწყებინოთ. 3000 ლარი გექნებათ ხელფასი. ამას აქ მოაწერ. ესე იგი 200 კვადრატის მექნება 3000 თუ მექნება ხელფასი რა ჩემ ფეხებად ჭირდები. წადი არ დამალები თავი არ მინდა. აიმე გენადი. გენადი ორი პარასკევი გაქვს დარჩენილი ბიჭო. რა გინდა შენი სიკვდილით არ გინდა მოკტე თუ ობმა შეგჭამოსა ნესტმა შეხედე პება სახლი ბიჭო. რაღაცა ქენი ხო შეგიძლია ა? მე არ გაგიგია შენ რომ ობიანი ყველი უფრო ძვირი ღის ვიდრე ჩაულებრივი? უფრო ძვირია, მიდი შევუკვეთი, აბა. ჩაულებრივი ხაჭაპური და მე ობიანი. გაახო, დამტოვე და მეძინები რა. აი თქვენ ჩემს ადგილას რო იყოთ, აი ინვესტორის ადგილას წარმოიდგინეთ თავი. თქვენ რამდენს გადაიხდით? მაქსიმუმ რამდენს გადაიხდით? ამ 4 კვადრატში? ოდია. ამ 4 კვადრატზე მეუნები? ვერ ვეტევით ორი კაცი. ანუ ჩემ мама პაპასა და ცხოვრობდა ამ 4 კვადრატზე რამდენს გადავიხდიდი? მაქსიმუმ მე 7000 დოლარი, ჰაჰა, მეტი არა. ხო და 207000 გთავ. 207 გენო? აგერ ხელი მოაწერეთ და ჩვენ ხვალვე დავიწყებ ჩვენ საქმეს. ანუ შენ რას მეუნები რომ 207000 მომცე და სადაც мама ჩემი დაიბადა გაიზარდა, ბაბუა ჩემის мама დაიბადა გაიზარდა. ის სახლი უნდა გავყიდო? რა უთხრა მე მათ სულებს, ა? რა თქვენ მე ვინგონი ვარ, მე სანჯო კი არ ვარ. ხარ შვილო ჩემო, ხარ, აბა რა ხარ? ბიჭო, ჰა. მოაწერ. გეუბნება. აგერ, აი მეტი ვიღან გითხრას. გამორიცხულია, ხეს არ მოვაწე. მიბძან 300000 არჩენი 300000. გენადი რა იყო ახლა? 300000. აჭარულ გიცეკვებ კიდე ორ ჩაკურას გაკეთე მეტი არ ვიცი ფიზიკურად, რა ვიცი, მეტი. არ გამოვა ეგ ამბავი. ძალიან მერიდება თქვენი მეზობლები, მაგრამ 300000-იც კარგი, მაგრამ არ გამოვა. არ გამოვა ეგ ამბავი რა, აი არ შეიძლება, აი არ გამოვა რა, მე ის კი არ გავცვი სალსაკლდეებს, არ აღიგიათ. ვაიმე გენადი, ნუ ბოდიალობ გეხვეწები, ეხლა უკვე მართლა ძალიან გავგიჟდით რა. რას არ გაცვლი, ნუ გამაგიჟე ბიჭო, 4 კვადრატია სულ აკაურობა. როგორ შეიძლება რო არ გაცვალო? არ გავცვლი სალსაკლდეებს, თქვი ერთ. შენ მართლა კლდეო, შენთან პიტალო კლდე ხარ. სალი კლდე. სუფთა პიტალო კლდე. ამას უყურე ერთი. ასეთი. ჩემია ეს სახლი? მიბძანი ძალიან ხო რა. მიბძანდი. ანუ არა მეტი, გაბძანდი, არა. ანუ არა. არა. ანუ რა გამოდის რომ ბატონო გენადი არა. ვაი. თავი შეიკავე 2 მინუტი. ვარ ხაზი. ახლა ხომ აიც მოაწერთ ბატონო გენადი. მოაწერეთ ხელი. ჩემი 2 კვადრატი მირჩევდია, შანსი არ არის. ვერ მომაწერიებ, ვერა. სულ 1 კვადრატი დამჩეს. აი ესეც მინდა. შეგენაც ვალოს დედაო, აბა შეხედე შვილო, მოგწოს როგორ გაგილაბაზე დღეს. მამაზესია დედა. ვინ არის დედას ბისკვიტიო და დედას სიმპათიურიო და დედას მოდი დედასიო, მოდი დედაციო, დაცები და ტუჩები, დედას ლომოსვერება ვინალიო, შეგენაც ვალოს დედაო, დედა მომისმინე ახლა, ადექი ახლა მიტაკუნები აწიემიდი, ფაფა უნდა მჭამოთ. დღეს აბა შენი დაბადების დღეა და ხო, დაბადების დღეზე მაინც არ მოჭამო პაპა, ხო შეიძლება გთხოვ? გიორგი, რამდენს ლაპარაკობ შვილო? ფაფის დამსახურებაა, რომ 39 წლამდე მოხვედი. მიდი ახლა ფაფა. კაი დედა, გეხვეწები არ მინდა რა დღეს სხვა რაღაცა მაჭამე, ხო შეიძლება გეხვეწები ის და პარე. მომისმინე დედიკო შვილო, ერთი წუთი დედამ უფრო უკეთესად იცის რა გინდა, ჯერ ფაფას შევჭამთ, წინ საფარისად დადე და მერე შემწვარ კარტოფის კეჩუპით ცოტას გაგასინჯებ, არა უშავს. მიდი ახლა მიდი, შენი მეგობრები მოდიან, ლამაზად ჩაიცო. ვინ მეგობრები მოდიან?
ეგ უკვე სურპრიზ. ვინ მართლა ვინ მეგობრები? მეგობრები მოდიან და ლამაზად უნდა დახვდე შვილო მოკლედ ხო იცი ლექსები, იგავარაკები. კაი დედა რა ლექსები ხარ შემარცხინო ხო? ყველა ტექსტები ზეპირად. გეხვეწები ბიჭებთან არ შემარცხინე ხო მეგობრებთან რა ლექსები? თბილად ჩაიცი რო არ. მაცვია ყველა თბილად ავარ ხო? უნდა მოვიდნენ. კი, მიდი უნდა მოვიდნენ ხო ყველაფერი გზია. აბა მიდი. აი, მოვიდნენ. გიო. გამარჯობა. კათია და შეიძლება გიო რო ჩამოვიდეს. არა. არა. დაბადების დღე რომ მიულოცო? არა, ეხლა მიულოცე და წადით, გენაცვალე სტუმრებს გიო, გილოცო, შემოძმავ. ბრავას დაეწარ. ბიჭები გელოდებით ბესეთკაში და ჩამოდი უეჭველი, გაიგე? მადლობა ბიჭო, მადლობა. ისა, სულ ცოტა ხანი ჩავალ რა, ბიჭები მომილოცავენ და ამოვალ დედასკებიც. მაიგრევი დედა 5 წუთი. ვერა, სტუმრებს ელოდებით, ჩილო, გაიხარე გენაცვალე, იდღე გრძელე, მიშო გენაცვალე. ბიჭო, ვინ მეგობრებს ელოდებით, ჩვენ არა ვართ. სხვა კამანდა შვილო, არ იცნობ თქვენ. სხვა სასტავია ის იქით. არ ვიცი დედა ჩემ. აი, მოვიდნენ. ნახვამდის გაიხარე. ბიჭო, მეგონი ჩვენი ბნელები არიან. ჩვენი მეგობრები არიან, ნახვამდის. მოვიდნენ. გენაცვალე თოთ. ილოცავ ჩემო გაიხარეთ. დედა ვინ არიან ეს ბავშვი? ვაიმე, სიული გეხვეწები რა, რატო იცი ხოლმე ესეთი რაღაც სპაიდერმენი. გაიხარეთ, დედა ვინები არიან ეს ბავშვები? ილოცავ ჩემო ძვირფასო. ჩემი დაქალიშვილები არიან შვილო ესენი. თქვენ უნდა იმეგობროთ, ჩვენ რო აღარ ვიქნებით ამაზე საუკეთესო მეგობრები, არავინ გეყოლებათ. აბა ჩაეხუტეთ გიორგის. გილოცავთ. მადლობა. Happy birthday. Happy birthday. დაჯექით ბავშვებო, ჩემო მეგობრებო, დაჯექით. მე წავალ შვილო და მე მოგაკითხავ ცოტა ხანში, ხო ბავშვებო, ჭკვიანად იყავით. არა, ეს საჭირო მართლა. მადლობა, გაფიცებ წაიგე რა. არა, რას მე. გიო, მეც გავალ რა და. მოიცაგ რა გეხვეწები არ დამტოვდე და ვინები არიან ეს ბავშვები? გეტყვი რა გონდაცა. უბრალოდ ბევრი არ დალიო რა. აი ბიჭო, ჩემი გამჭირებია გამანები თავი. რამე დაბლავა და ჩამოდი. დედა. ჩემი მეგობრები, როგორ ახართ ბავშვებო? კარგად. უფრო მოხიანათ, როგორ ხართ ბავშვებო? კარგათო, მოდი დაჭიქი დაელაპარაკე ბავშვებს აბა. გაიცანი ბავშვებთან გავერთობ. გაიცანი, წველებიც იქნება, რაღაცეებიც იქნება. საჩუქარი რა მიყიდე? დათუნია. მე დათუნია, რა თქმა უნდა, დათუნია რომ მიყიდე. მიდი მეგობრებს 5 ლარი ააგროვე და მე თვითონ მიყიდე. მიდი. დედა კი. რა ხდება? არაფერი, მენეჯერს თამაშობ, მიდი. რა მენეჯერს თამაშობ? რა რაზე გილაპარაკებოდა შვილო? არაფერი, დედა. უბრალოდ თავერთობი ბავშვებთან თამაშობ, რა უნდა მინდოდეს? ხო, ითამაშეთ, ცოტა ჟრიამული, როგორ ერთობით ბავშვებო? კარგად. როგორ ერთობით ბავშვებო? მოკლედ ბავშვებო, დღეს არის ჩემი გიორგის დაბადების დღე, ჩემი ერთადერთი შვილის, ამიტომ ბეტმენიც მოვა, სპაიდერმენიც მოვა, ქსელებს გაუშვებ, 1000 გართობა იქნება. რა ბეტმენი და სპაიდერმენი ხო გთხოვე და ვისი მოყვანაც მინდოდა დაბადების დღეზე რა იყო? რატომ მარცხენ ახლა ამათ? რატომ მარცხენ? მე რაპკაშია მიმხელა თანხა მომთხოვა შვილო, რომ რა ვქნა, ბეტმენი გამოვიძახე და ის იმღერებს, იმის სიმღერებს. ქსელებსაც გაუშვებს, თან იმღერებს, კაშია სიმღერებს, ხო? ავიცი რა მაგარი მომღერალი არ მინდოდა შევდა არა. გიო, ჩამო რა ბესეთკაში ვარ შენ. ბიჭო, ისა ხო, ჯამ ვერ ვახერხებ, ჯერ თამაშობ რანაირად მე ჩამოვიდი. რას თამაშობ 39 წლის ხარ, რას თამაშობ? ბიჭო, რა ვქნა ვარ, მაგრამ დედიკოსთვის ისევ პატარა ბავშვი ვარ. შეგენაცვალოს დედიკო, შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები. პატარა წრუწუნა დედა, ტანცები, დედაც ბატყი, ბუნტყები, დედას კვანწები, კაცები და ტანცები, ტანის ტანები. დედასიო, რა გინდა შვილო გამაგებინე ხლა, რა გინდა, რამდენჯერ გაგზნობინე რა ჩამოხვედი. ხო ხედავ რომ ნერვებს უშლის შემშვის და წადით რა, დაგვაცადეთ სამეგობრო ერთი სასტავი ბავშვობის. დაგვაცადე რომ გავერთოთ რა. ხო, გავიგე, მაგრამ თუდად არ გამიგო ეხლა რაზე არის ლაპარაკი. ისა ესახველებდა ხო? აბა ბავშვებო მოემზადეთ. გიორგის მომზადებული აქვს დღევანდელი საღამოსთვის სიმღერა. აბა დედა რა დროს არა გიო დედას ნუ ეწინააღმდეგები. აი ბიჭო ეხლა გამაგლიათ გთხოვ შემოიზამდი. გიორგი ვიწყებთ. გიორგი მიდი. ამყევით მაშინ თქვენს. დავიწყეთ ბავშვებო აბა. გიორგი გიორგი გურდღელი სელკი ბრანჭია. სკუპ სელკი ბრანჭია. წინ შემოხტამელია, გამარჯობა ბაჭია, რა ლამაზი ქურთუკი,
კაცია შეში და ბაჭიას სოროსაკენ გასწია გაუკვირდა მელიას უი რა უზრდებია რა ეწინა საკვირველია ბიჭო ნუ მიგე ბრავო არა მინდა ნუ მიგე ბიჭო აი ბიჭო არა ვიდეო არავისაც ჩვენ უბაში არა შეიძლება პოსტა ჩემპიონში რა ხო რა ძმურად კაი გავედი არა შეეძმობას მიცავ ვის უნდა ვაჩვენო აუ დედა დავით მოდი მაგარი უნდა გაღადაო ნახე რა ვიდეო მაქვს აი ეს გინდა ხო ხო არაფერი გამოდი და რა დედიკო რა გატირებს ხო გითხარი რომ მაგათ არ მეგობრო მეთქი რამდენჯერ გითხარი რომ ესენი არიან შვილო შენი მეგობრები ხო აი ვითამაშებ ბავშვებთან ხო ის რა თამაშობ თქვენ რას თამაშობთ ხოლმე მე Roblox მე Minecraft მაი შენ მეც შენ ხო მე პოკერს თამაშობ ხოლმე და გამყიდა აღარ შემილია აბიტანჟე იო ხო ამოდა ლიო ბიჭო ვერ ჩამოვარ ლიმონათი მაქვს ნასვამი და რა ლიმონათი გაქვს ბიჭო კაროჩი არ შემივერ ჩამოვალ ბავშვებთან ეხლა რა ვქნა თამაშობ და ჩემი არ ბიჭო საადღი გძელოს მაინც გეტყვი ბიჭები სვავთა რა ვიცი მაო ჯანმრთელობას გისურვებ ბედნიერებას და ამ ჩაკალელი ბავშვებთან ერთად დიდი ბიჭი გაიზრდა ხო რა მოგივიდა ადამიანი არ ახალ გამანებე თავი გეხვეწები აღარ შემილია ძმა შენ რა გონია 39 წლის მთელი ცხოვრება ისე გავიარე რა ვიცი თინეიჯერობის აკეთო გავიარე მომხდების ასაკი ბიჭო ისე გავიარე ვაფშე არაფერი არ მქონია საერთოდ მალე კლიმაქს და მე წამია წუთი სოფელი ამის დედა და აღარ შემილია ძმა 21 22 ვინატირებს ამ ბავშვს კაცო ვინატირებს ბავშვს ის კარგი რა შვილო კარგი რა დაგვანებე თავი რა ხო ხედავ რომ ბავშვი ემოციური არის და არ შეიძლება ოფლიანობს მე სიცხემ უნდა უწიოს და დაგვანებე თავი რა აი დაბლავართ რა ბიჭები და რა ვიცი რაღაცა მიდი ავაი და ჩამოვა ბევრი არ დალიო ბიჭო გიორგი დედიკო მოკლედ ეხლა ბავშვებო უნდა გავაგრძელოთ გიორგის მომზადებული აქვს ისევ ნომერი დედა ხო იცეკვეთ დედა ვიმღერეთ ერთ ნომერი გეხვეწები აღარ მინდა ხო დედა სიცხვილი არის ვიწყებ გიორგი დედა გეხვეწები 39 წლის რომ გახდი და მალე 40-ის იქნები არ გეშინია არა მე მაოცებე ლამპიონები ამ ლამასცენას რომანათებენ მე მოვდიოდი შენსკენ ოცნებით და თუ აუმღერდი ნუ გამაჩერებ ნუ გამაჩერებ თუ აუმღერდი მე კაია შვილო ვეყოფა თუ აუმღერდი მე ვეყოფა შვილო გიორგი ვეყოფა ბრავო გენაცვალე ბავშვებო მიდით აბა მოუყევით რაღაცეები ლექსები ათქმევინეთ გიორგის აბა მოვიდა ტორტის დროც ხო დედა ჩემი რა გინდა თქვენ აღარ შემილია აბა მოემზადეთ რაღაც Minecraft-ი მაინც უწვა რაღაცა პოკერი იცი თუ გინდა გითამაშე კი მომისე რა ლამაზი დღეა რა ლათელი მზეა იმიტომ რომ დღეს გიოს ჩავიფიქრე დაბადების კაცის შემიტკი დღეა მოდი დედიკოს ჩაიფიქრე სურვილი შვილო მოიცა ჩავიფიქრო რა ჩაიფიქრე თუ გითხარი არ ამისრულდება და მითხარი თორე ქცევ კაი ხო ისა ჩავიფიქრე რომ ცოლი მყავდეს შვილი მყავდეს ოჯახი რომ მქონდეს ცალკე რო ცხოვრობდე და სახლი რომ მქონდეს ცალკე სამსახური რომ მქონდეს მაგის ჩაფიქრებას დედიკო ველოსიპედი რო ჩაგიფიქრებინა იგჯობდა კარგი აბა დაუთვალოთ 1 2 დავი დედო რა ქნეს და ბავშვებო ჩემი საძელი ჩააგრეს და თქვენ ნორმალურად თქვენ და რა ეს არის მეგობრობა ეს არის მეგობრობა ბავშვები არიან ახლა ხო იცი რომ ყველაზე მეტად სანდრი ჩახრება მიყვარ ჩემ დაბადების დღეზე რა უბედურება ვერ მიხდნენ შვილო არა უშავს თავიდან ავად ერთი წუთით დედიკო სადამაკო აი აქ არისო გიორგიო არი ნერვიულო შვილო ერთი წუთით აჰა აბა ისევ თავიდან რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა ვერ მიგობრობ დღეს ერთი ორი რა არის და თქვენ მართლა ბიჭო ახარ მინდა ვხედოთ
ტორტინი და რა დავაი ხა დროზე გატარება დროზე მოკიდე დროზე ბიჭო აღარ თქვენი მე გადიდე ხარ აიმე გიორგი ბავშვები არიან ბავშვები არიან რა არის ბავშვები არიან შეიძლებოდა აი გიორგი აი ხოშულო ბავშვები არიან აიმე საწავიდნენ ხაბარებული ვარ ბავშვები ტრასაზე არ გავა მიშო ასეთაში წავედი და გამარჯვება იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.